აი ასეთი საზოგადოება შეიქმნა. და ეხლა უკვე ეს ხალხი 25 და 30 წლისა. ვერ ხედავთ რა საწოდავები არიან, როგორ ჯერა ზოგი ტირის მოთქვამს, მართლა გონიათ რომ პუტინი შემოდის და მართლა გონიათ რომ საქართველოს თავისუფალი არჩევანი ქონდა და ეს რა ქვია, ახლა ვკარგავთ. საწოდაობაა ყველაფერი. ეს არის მთლიანად ჰიბრიდული ომის შედეგია ეს ყველაფერი. ამას ვიმკით ჩვენ. ამას ვიმკით. არა ლუსულ კანონს, იმას კი არჩივა. ახალგაზრდობა, რომელიც თვეში 20 ლარი აქვს ხელფასი კანონით საქართველოში, იმას კი არ აპროტესტებს, იმაზე არ იღებს ხმას. არა ლუსულ კანონს. 700 ლარად, 500 ლარად სულ საძრობენ სტუდენტობას, ახალგაზრდობას სპარში და რა არის ჩვენთან ხო სუპერმარკეტები და რაღაც ამერ სამსახურებში თუ არიან სული აქვს დამომძრალი 1000 მოთხოვნებით. ამას არავინ არ აპროტესტებს. არა ლუსულ კანონსო იმაზე დარბის. ტვინი აქვს დამომშრალი. Salam alaikum, Arsen Chabaev. ეგ არის რა. ყველა დამპყრობელია. ყველა დამპყრობელია. და ასე არის ბუნებაში. ასე არის ეს. ან გინდა ველურ ბუნებაში აიღეთ, გნებავთ პოლიტიკაში აიღეთ. ზოგი არის მადევარი და ზოგი არის მსხვერპლი. სხვა არ არის აქ. ან იქნები დამპყრობელი, ან იქნები დაპყრობილი. გინდა ნეიტრალიტეტი, არავინ არ გაცლის ნეიტრალიტეტს. ბელგიამ ორჯერ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ არავინ არ გითხრათ პირველ მსოფლიო ომში და არც მეორე მსოფლიო ომში ნეიტრალიტეტი. ზელენსკის რა მედი ეწევა, ნამდვილად არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით ნახდათ. ან ძალიან კარგად იცხოვრებს და ან გააგორებენ ეს იქნება ნამდვილად რა. კი ბატონო, გოთი ასე იყო 5 მილიარდი დახარჯეს უკრაინაში, 5 მილიარდი დახარჯეს უკრაინაში. და მოახდინეს ის, რასაც ახდენ. ჩვენთან 5 მილიარდი და ის ერთი მასა აქვს მარტო დახარჯული, იმ ხელა თანხებია ჩადებული საქართველოში. აი ამ მორჩილი გამოშტერებული საზოგადოების შესაქმნელად რა. ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ესენი საჩვეულებრივი სამოქალაქო არმია მათი. არ ვიცი ჩემო კარგებო, ვერ გეტყვით რა ელოდება ზელენსკის, ნამდვილად არ მადარდებს მაგის ბედი წესით და რიგით საკუთარი სამშობლოს დაქცევისთვის უკრაინელმა ხალხმა უნდა გაასამართლოს ზელენსკი და მისი კამანდა მთლიანად და უნდა მიუჩინოს საკუთარი ადგილი, მაგრამ ჩვენ ზელენსკიზე კი არა, ჩემო კარგებო, მოდი სააკაშვილზე ვიფიქროთ, იცით? სააკაშვილმა, რომელმაც ამდენი უბედურება დამართა ქვეყანას და ვიუამედში ეგერ წამოპლაგული და კიდე ჭკუას რო გვასწავლის. და მისი გალსტუკების გულიზარო არის გასამართლებული. მე გეუბნებით ნამდვილად, იმიტომ რომ ზელენსკის მიხედავენ უკრაინელები, თუ არ მიხედავენ კიდე არ მადარდეს, აი ჩვენ აი თავმოყარე ერმა ახლა რო იწყებენ, ახლა რო ქნის კოცობა იმას, რა ქვია, გაერთიანებას, რო თურმე ახლა უნდა გამოიძიონ, რა დააშავეს ნაციონალებმა და ახლა უყენებს თურმე წულუკიანს სათავეში და სუბარს და ახლა უნდა იქნას თურმე კომისია შექმნილი ნაცების გასასამართლებლად. აქამდე არ ახსოვდათ. და ნანა კაკაბაძეზე აწუდეს თურმე და იმის ორგანიზაცია რო აქვს რაღაცა. ერთიანი ნეიტრალური საქართველო როა ის ვატიკო შაქარაშვილის და ამათი ის თურმე ამათ მიაქვთ ახლა მოთხოვნა პროკურატურაში რო დასაჯონ. ვაიმე დედა საწყალი უშიშროება და პროკურატურა და პოლიცია ხო ვატო შაქარაშვილმა და ნანა კაკაბაძემ თუ არ მიიტანა იქანი საჩივრები განცხადებაზე ნაცების გასასამართლებლად კი არ იციან თვითონ. საწყალი ბიჭო ეს ხალხია